ეს ეხა გამოვიდა, ესე იგი ჯერ რატო უნდა შეიცვალო ადამიანმა სახელი და გვარი. ერთი ის ტორესა მოირუარი, ხო იცით ის რა ვიცი, ქართველი არის, სახელი და გვარი აქვს, ეს რა ქვია, კახეთიდან არის და ის პორნოპოეზიის ფუძემდებელია და ნუ ტორესა მოსი დაირქვა. ნენსი ვოლანდი დაირქვა ვიღაცა ქალბატონმა გუშინ გამოვიდა, ესე იგი ეს ქალბატონი ჩვენც ვადევნებდით თვალყურს მაგნექსოდა. ესე იგი, აი ეს აი ჩვენ რო ლაპარაკობთ ახალგაზრდები მოწამლავ. ერთი ნახეთ რა სისულელებს ლაპარაკობთ ახლა მოგასმენიებთ ამ ქალბატონის პოზიციას. ხდება და სულ ეგ იყო. და ამ ორმა ქალმა პოლიციელმა მითხრა რომ მთლიანად უნდა გავშიშვლდე. ეს მოგთხოვეს რომ გაგეხადათ, გაშიშვლებულიყავით, წარმოუდგენელი არის, რითი ახსნეს რომ უნდა რატომ მითხრეს რომ წესი არის ასეთი? არ ვიცი, მე პირველად გავიგე ასეთი რამ, სახში ჩხრიკის დროს შემოსულები და გეუბნებია რომ უნდა გაშიშვლდე. ხო, აქამდე ვიცოდი რომ ყვებოდნენ ჩემი მეგობრები, ვინც მოხვდა იზოლატორში, ყვებოდნენ რომ მანდაც არის მსგავსი პროცედურა. ახლა როგორც გავიგე არც ეს სხვა თემაა და მე გაოგნებული დავრჩი, გაოგნება მომიცვა, როდესაც წავიკითხე პროდიუსერმა წეღარომ ჩამიგდო რომ ეს სახში როცა შემოვიდნენ, სახში ჩხრეკისას მოგთხოვეს რომ გაგეხადათ და გაშიშლებულიყავით. რა შეწერია? კი ბატონო, დედაჩემის თანდასწრებით, რომელიც იყო მოწმე იმ მომენტში. წარმოუდგენელია. და ეგ არ იყო, არა მხოლოდ გაშიშვლება არ იყო, ანუ მომთხოვეს რომ რაღაცა ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, რომ უკეთ ენახათ სადმე რამე ხო არ მაქვს დამალული. შეურაცხყოფის არ ვიცი და სტრესის რა ხარისხი გექნებათ ახლა მიღებული, მე წარმომიდგენია. თუ ესაუბრეთ ამ თემაზე ადვოკატს, აი რას აპირებთ ამაზე რაღაც მსვლელობა. ესე იგი, მე არ ვიცი, ახლა მე ბატონებო, ახლა ეს ქალბატონი რომ ნახე მე ამ გადაცემაში, ახლა კარგად გამიგეთ, რატომ ეცინება, ამას კარგად მივხვდებით ბოლოს, ახლა რატომ ეცინება მე. ესე იგი, ეს ქალბატონი, მე არ ვიცი ამ მაკიაჟს თურმე რა დიდი ძალა ქონია, იმიტომ რომ თურმე ესე იგი ტელევიზიით შეიძლება ესე იგი ამ მაკიაჟის და რაღაცა იმეების შედეგად რა ვიცი ვერ ვერკვევი სიმართლე რო გითხრა ფილერიო თუ რაღაცა 1000 რაღაცას იკეთებენ შეიძლება ურჩხული გადაიქცეს რაღაცა ცოტა ნორმალურ ადამიანს შედალოცვილო ვის რაში ჭირდება შენი გაშლა რომელი ეხლა ნაუმი რომელი ტოპ მოდელი შენახარ ეხლა აი სიმართლე რო გითხრათ ადრე აი ისეთი მოდელები იყვნენ იმათ სახელები ვიცოდი და ეხლა ესენი ვინც წამოვიდნენ ახალ მოდაში აღარ ვიცი ხა მაგათი დიდი ის არც უყურებს სიმართლე რო გითხრა მაგრამ ვის რაში ჭირდება შენი გახდა რომელი ტოპ მოდელი ხარ ან ვერ გავიგე რომც კონდეს ხა ვის გაუგია ესეთი რაღაცა ან რაღაცა ისეთი ტყუილი მაინცა თქვი რომ დაიჯეროს ადამიანი რა გახდაზე საუბრო იმისი არ იყოს ერთხელ ბაია პატარაია გამოვიდა და ატეხა ერთი ამბავი ქალბატონი მივიდაო ექიმთანო და ექიმა გასინჯვის დროს უთხრა რომ მაიკა აიწიეო. აბა ეხა ფილტრები როგორ უნდა შეამოწმო მაიკა თუ არა იწიე. ეხა ვერ გავიგე იმას რაზე უნდა დაადო ის ფონენდოსკოპი თუ კი ვერ გასინჯა და მთელი ესე იგი ჯოჯოხეთი მოუწყვეს ექიმს რომ აი რატო მოთხოვა თურმე ტანზე ის ფონენდოსკოპის ისა რა ქვია მიდება რა. ხო და ეს ქალბატონი ეხა ვიც იზახის რომ გახთა მომთხოვეს ერთი განახებთ აი ჩხრეკის პერიოდს და სასწრაფო რომ მივიდა აი განახებთ. ხო გავიქი. ანუ ეს სიტყვა უშნობა ზუსტად. აქ არიან ისე. არ ვიცი რატო. იოდ მოკიდა ხელი დედაჭერს დაინახე. კი, დავინახე. ეს რა არის? გაჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება დამთავრდა. წავიდნენ უთხარი გტყო. რა ვიცი, პაციენტიც ამბობს რომ დატოვეთ პოლიციელები. შეხედეთ ახლა გოგონას თქვენ კარგად დააკვირდით, მეგობრებო. კადრში ჩანს ეს ქალბატონი და ეხლა შვილო მომისმინეთ წამი რაღაცა ისეთი მაინცა თქვი რომ რაღაცა სამარცხვინო სიტუაცია ისიც კიდე რაღაც სტუდიაში და ტრაგიკომედიები რო იქნო ვის რაში ჭირდება შენი გახდა მაინტერესებს რა წადი რას ღმერთო მაპატიე რა სარკეში ჩაიხედე რა უბედურებაა ესა რა
რო გამოყავს ეს პოლიციელები ვით ქალების უნახავება და ისა რა ბოდიში რა აი რატო ხარ ქართველი ქალის იმიჯი ისე შელახეს უკვე რომ მართლა უკვე აღარ შეიძლება რა გახდა რის გახდა ჯერ ეგერთიც ეხა საგამოძიებო მოქმედობის დროს ხრეკა რო ტარდება რა თქმა უნდა იქ ცოტა აუზაური იქნება სახლის დალაგებაზე იყო იქ ლაპარაკი ერთმა ისი ამირიე სახლი არ დამილაგეს ესე იგი თურმე რო ხრეკა ტარდება მე სახლი უნდა დაალაგო ხიკალი წوار გამოიძახონ მე და წვადით რო რაღაცა კომფორტის ზონა დაგირღვიეს რა და ვერ გავიგე სამარცხვინოები ხართ რა სარკეში ჩაიხედეთ ვის რაში ჭირდება ჩაცმულებიც და გახtilebზეც გული აგერევა კაც თქვენზე რა ვის რაში ჭირდებით თქვენ რა თქვენ ქალებად ვერ აღიქვამთ ადამიანი საერთოდ რა თქვენ რო გიყურებთ ადამიანი პახმელიაზე უნდა გამოვიდეს მაგ დროს რა სირცხვილი აი ბატონო ლექსი მე არ გავიგე ეხლა სექსში არ დაგდონ თქვენც ყოფილხართ სადამო რა გინახიათ ეგეთი რამე რომ ჩხრეკის დროს ვიღაცას ეთქოს რომ გაიხადებო აი